მოგჯობა, ვაგზელებ საუბარს ადამიანის საჭმელებელი ტრაქტის სისხლომარაგებაზე. წინა ლექციაზე ვისაუბრეთ 12 გოჯა ნაწლავის არტერიულ სისხლომარაგებაზე. დღეს ბუნებრივია საუბარს გავაგზავნებ 12 გოჯა ნაწლავის ვენურ გადინებაზე. მოცემულ სლაიდზე ვხედავთ ორ სურათს, დავიწყოთ განხილვა მარცხენა სურათის დახმარებით. და დასაწყისისთვის აღნიშნავ იმას, რომ 12 გოჯა ნაწლავიდან, აი ამ ორგანოდან ვენურ გადინებას უზრუნველყოფს როგორც წესი 4 ძირითადი ვენა. ეს არის წინა ზედა პანკრეატო-დუოდენალური ვენა, აი ეს, წინა ზედა არის ეს, შესაბამისად გვაქვს წინა ქვედა, აი ეს არის წინა ქვედა. ისინი თავის მხრივ ერთმანეთთან ბუნებრივი ანასტომოს ამყარებენ და აი აქ ძალიან კარგად ჩანს, აი ეს არის წინა ზედა და წინა ქვედა პანკრეატო-დუოდენალური. თუ გვაქვს წინა ზედა და წინა ქვედა, შესაბამისად გვექნება უკანა ზედა, რომელიც არის აი ეს, პანკრეასის უკან განლაგებული ვხედავთ და გვექნება, რა თქმა უნდა, უკანა ქვედა. იგი თავის მხრივ, რა თქმა უნდა, უკანა ზედასთან ამყარებს ანასტომოს და ეს 4 ვენა თვით 12 გოჯა ნაწლავზე, ხო? დაამყარებს ანასტომოს. ამასაც ვხვდებით, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, აი ეს ტოტი რომ მიემართება, უბრალოდ ეს ტოტი რომ მოემართება 12 გოჯა ნაწლავიდან დაახლოებით აი ამ ნაწილში ხო დაამყარებს აი უკანა ნაწილიდან მიმავალი ტოტებთან, ხო? შესაბამისად, აქ გვექნება ქსელი საკმაოდ უხვად განლაგებული აი ამ ნაწილზე მთლიანად 12 გოჯა ნაწლავს. ეს 4 ვენა, რომელიც მონაწილეობს ამ ვენურ გადინებაში. ეხლა თითოეული მათგანი თუ რაში ჩაედინება, ეს არის მნიშვნელოვანი და დავიწყოთ განხილვა. დავიწყოთ საუბარი იმითი, თუ აი წინა ზედა პანკრეატო-დუოდენალური ვენა რაში ჩაედინება და ვხედავთ, რომ საბოლოო ჯამში ჩაედინება აი ამ ნაწილში. ეს ნაწილი კიდე არის ჯორჯლის ზედა ვენა. ჯორჯლის ზედა ვენა კი თავის მხრივ გრძელდება ვენა პორტაში, ანუ კარის ვენაში. და ნუ ეს სისხლი მიემართება, ვიცით უკვე, ბევრჯერ ვახსენეთ ღვიძლისკენ. მაგრამ სანამ ჩაედინება ჯორჯლის ზედა ვენაში, აქ გვაქვს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც ჰენლეს ღერო ეწოდება და ჰენლეს ღერო თავის მხრივ აქ კარგად არ ჩანს ამ სურათზე. ამიტომაც მოყვანილი მაქვს აქ მეორე სურათი, აი მარჯვენა მხარეს და გადმოვიდეთ აქეთ და დავიწყოთ განხილვა ამ ჰენლეს ღეროსი. აი ეს არის ჰენლეს ღერო, რომლის სიგრძე ლიტერატურაში ასეა ნახსენები 5 მმ-დან 20 მმ-მდეა, 2 სანტიმეტრამდე, ამ მაჩვენებლებში მერყეობს. აი ეს ტოტი, ხვდებით, რომ არის წინა ზედა პანკრეატო-დუოდენალური, ანუ აი ეს ნაწილია ჩათვალეთ და ჩაედინება და ეს რო იყოს ჰენლეს ღერო რა, უბრალოდ აქ არ არის დამატებითი ტოტები, დამატებითი რა ის ტოტები, რომლებიც რეალურად ქმნიან ამ ჰენლეს ღეროს და ამიტომაც ამას განვიხილავთ. მეორე, როგორც ხედავთ, აი ზემოდან მომავალია და ეს ძალიან კარგად ვიცით უკვე, იმიტომ რომ კუჭი, როდესაც დავამუშავოთ, ხშირად ვახსენეთ, ეს არის კუჭი ბადექონის მარჯვენა ვენა და ერთ-ერთი არის იგი, რომელიც ჰენლეს ღეროში ჩაედინება და ფაქტობრივად ქმნიან ჰენლეს ღეროს და მესამე, როგორც ხედავთ, აი აქ ეს არის ვენა კოლიკა დექსტრა სუპერიორი, ანუ კოლინჯის მარჯვენა ზედა ვენა. და ეს სამივე ერთად ეს ვენები ქმნიან ამ ჰენლეს ღეროს. ჰენლეს ღერო ძალიან მნიშვნელოვანი სტრუქტურა არის, უშუალოდ პანკრეასზე 12 გოჯაზე მუშაობისას, ეს უკვე ცალკე საკითხია, უბრალოდ უნდა გვესმოდეს, როგორც ანატომიური სტრუქტურა, რა არის ჰენლეს ღერო. და ჰენლეს ღერო, როგორც თქვი უკვე, ჩაედინება თავის მხრივ ჯორჯლის ზედა ვენაში და ჯორჯლის ზედა ვენა კიდე აი აქ კარგად ჩანს, ხედავთ, რომ გრძელდება ფაქტობრივად ვენა პორტაში, ხო? ეს რაც შეეხებოდა ჰენლეს ღეროს, ახლა ვახსენოთ წინა ქვედა პანკრეატო-დუოდენალური ვენა, იგი თავის მხრივ ჩაედინება აქ და კარგად არის ნაჩვენები და ეს უცვლელად ისევ არის ჯორჯლის ზედა ვენა, ესე იგი ჩადინებს წერტილი არის ჯორჯლის ზედა ვენა და როგორც ვახსენეთ, ჯორჯლის ზედა ვენა გრძელდება ვენა პორტაში. ახლა რაც შეეხება უკანა ზედა პანკრეატო-დუოდენალურს და უკანა ქვედა პანკრეატო-დუოდენალურს. უკანა ზედა ჩაედინება ვენა პორტაში უშუალოდ, აი აქ პრინციპში აღნიშნულიც არის, აი ვენა პორტაში ჩაედინება და მნიშვნელოვანია კიდე ის, რომ ეს უკანა ზედა პანკრეატო-დუოდენალური ვენა ატარებს სახელს ბელჩერის ვენისას და ლიტერატურაში შეიძლება ასე წააწყდეთ, არ გაგიკვირდეთ, ამაზეა საუბარი.
რაც შეეხება უკანა ქვედა პანკრეატო-დუოდენალურ ვენას, ისიც როგორც წესი ჩაედინება ჯოჯლის ზედა ვენაში. ხო, ხვდებით, რომ აი ეს სტრუქტურა მთლიანად არის ჯოჯლის ზედა ვენა, ხო, აი ეს ნაწილი. და შესაბამისად, ჯოჯლის ზედა ვენა კიდე გრძელდება უკვე ფერჯერ ვახსენეთ ვენა პორტაში. აა აი ეს არის პრინციპში ეს 4 ტოტი, რომელიც ასეთი ღირებულია და მის ჩადინების წერტილები კარგად უნდა გვესმოდეს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ბელჩერის ვენა, რომელიც ვახსენეთ, ხო? ეს უკანა ზედა პანკრეატო-დუოდენალური და ჰენლეს ღერო, როდესაც ხდება ეგრეთ წოდებული კოხერის მანევრი, ან 12 ნაწლავის მობილიზაცია და მაგ დროს ძალიან ღირებული არის, უნდა ვიცოდეთ თუ სად არის განთავსებული. იმიტომ როგორც წესი ვარირებს და გასათვალისწინებელი მომენტი არის. გარდა ამისა, აქ არ ვახსენე, აი, როდესაც საუბრობდი ჩადინების მომენტზე, ხო, წინაზე და პანკრეატო-დუოდენალური ვენის, შეიძლება გარკვეულ შემთხვევებში, ну, აქაც მაჩვენებელი თუ რამდენ პროცენტში მერყეობს და ამიტომაც უბრალოდ გვესმოდეს, რომ უშუალოდ ჰენლეს მარყუში შეიძლება არ ჩაედინებოდეს და ჩაედინებოდეს აი ამ ვენაში და ეს ვენა კიდე ვიცით, რომ არის კუჭ-ბადექონის მარჯვენა ვენა. ანუ არც ეს არ უნდა გაგვიკვირდეს. ფაქტობრივად ეს იყო რისი თქმაც მინდოდა, დიდი მადლობა ყურადღებისათვის.